ხმაური იყო დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის მიასეს საჯარო სკოლაში პედაგოგები და მოსწავლეები სკოლის რეაბილიტაციას ითხოვენ. მათი განმარტებით სასწავლო პროცესი 166 სკოლის ტერიტორიაზე მიმდინარეობს და ბავშვებს გაკვეთილებზე დასწრება ხშირად საღამოს ცვლას შეუწევთ. როგორც განათლების სამინისტროს წარმომადგენელმა აღნიშნა, მიასეს სკოლა გამაგრებით სამუშაოებს არ ექვემდებარება და დემონტაჟს საჭიროებს. მოთხოვნა არის მხოლოდ ერთი. როგორღაც ამ გაჭირვებულ დროს გამოიძებნოს იმისი თანხები, სახსრები, რომ სკოლა, როგორც საზოგადოებრივი დაწესებულება, დაუბრუნდეს თავის მოსწავლეებს და მშობლებს, პედაგოგიურ კოლექტივს. ჩვენ მზად ვართ აბსოლუტურად ყველაფერი გავაკეთოთ. ამჟამად უკვე 8 თვეა გადასულები ვართ 166 სკოლაში, მეორე ცვლაში და გაუსაძლისი პირობებია, იმიტომ რომ მოსწავლისთვის ძალიან რთულია ისწავლო მეორე ცვლაში. აბსოლუტურად ყველა საქმის გადადება გვიწევს. გვაქვს სამხაროვლის დასკვნა, სადაც პირდაპირ წერია, რომ ეს სკოლა გამაგრებას არ ექვემდებარება. აქედან გამომდინარე, უნდა დაიწყოს შემდეგი პროცედურები: სკოლის შენობის დემონტაჟი და შემდეგ უკვე ახალი შენობის აშენება. 2014 წლის სამოქმედო გეგმაში ეს სკოლა ზის. ტერიტორიაც გაყიდული არ არის.